მოგესალმებით, ემა კიდევ ერთხელ მივესალმები პალტრა ნიუსის მაყურებელს. მოლოდინი აი იმ სიგიჟის პირობებში, რაშიც გვაცხოვრებს ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რეჟიმი, რა თქმა უნდა, ყველაფრის უნდა არსებობდეს, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ეს საქმე იქნება საქმე, რომელიც უკუღმა შემოუტრიალდება ამ ადამიანებს. ნურავის ექნება განცდა, რომ სახელმწიფო ინტერესების ესე ფეხქვეშ გათევლა, როგორც ეს ადამიანები ახლა აკეთებენ. რომლებიც თავიანთ თანაგუნდელს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ პრემიერს, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს ნდობა, დღეს დებენ ბრალს თითქოს რაღაცა ქართული მიწა დაკარგა და პირიქით ამ ადამიანმა სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ, ხო, ფაქტობრივად, ანუ სახელმწიფო მიწის დაკარგვა რაღაცა ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ არის სხვა თუ არაფერი და ომში ქვეყნის ჩათრევის მცდელობა ხელოვნურად არის ქვეყნის ღალატი, ხო? აი დავასრულებ. ქვეყნის ღალატი არის ის ეხლა, რასაც ყობახიძე აკეთებს, ის რასაც ეხლა აკეთებს პროკურატურა. ის რასაც აკეთებენ ეს ადამიანები, რომლებიც აი ურცხვად, უტიფრად იძლევიან იმ ჩვენებებს, ტყუილ ჩვენებებს, სრულ ჩვენებებს, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა ისტორიულიც და სამართლებრივიც აუცილებლად მოუწევთ ამ ადამიანებს და ვერ იმართლებენ თავს და რაც შეეხება, ეს იყო პირველი кейსი, ერთ-ერთი პირველი кейსი სხვა კპერებთან და სხვა საკითხებთან ერთად რა დროსაც ჩვენ მშვიდობიანად გიორგი გახარიამ თავის გადაწყვეტილებით შეაჩერა მცოცავი ოკუპაცია და ათობით მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეუნარჩუნა ამ ქვეყანას. დღეს ეს ადამიანები, აი, როგორც აცხადებენ სეპარატისტები პრეტენზიას და რუსები თრუსოს ხეობაზე, როგორც აცხადებენ გუდაურზე პრეტენზიას, აი ქრო ბორდერიზაცია დაიწყო, ეს ადამიანები ესე ჩააბარებენ ამ ტერიტორიას. ბერდია, დამთავრდით შემოუბრუნდება ეს საქმე ქართულ ოცნებას. ამაზე არ ვიცი, შეგვიძლია გარკვეული ვერსიები თქვენგან მოვისმინოთ, მაგრამ ჯერ ეს მითხარით რა მოლოდინი გაქვთ გახარიასთვის რით დამთავრდება? ანუ დამთავრდება თუ არა ციხით და რამდენად მაღალია ამის ალბათობა? მე მარტივად გიპასუხეთ ამასთან დაკავშირებით. იმ არანორმალურების ხელში, რაშიც ჩვენ ვიმყოფები და იმ სიგიჟის ხელში, თეორიულად გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ამ ხელისუფლებას. გამორიცხულია რომ აქ იმართულ, ანუ რა უნდა დაგვიმტკიცონ, აი მაინტერესებს რომელი ორგანიზაციის, რომელი სახელმწიფოს ორგანიზაციის დავალებით გააკეთა მაგალითად პირობითად ვიძახ თეორიულად. გიორგი გახარიამ ეს. ანუ ჟარგონად ვიმაროთ უკერავენ გახარიას საქმეს და არანაირი მტკიცებულება, დანაშაულის შემცველი. რა მტკიცებულება უნდა ქონდეს? იმიტომ რაზეც საუბრობენ, ანუ იგივეს ამბობენ თქვენ, ნახეთ, შეიძლება ვიღაც შევიდეს დაბნეულობაში, ხომ? და გაურკვევლობაში, ასე ვთქვათ, იყოს, რომ გამოდის ქართული ოცნება და ამბობს, რომ გახარიას ამ გადაწყვეტილებამ მილიონი კვადრატული მეტრი მიწა დაგვაკარგინა ჩვენ და გამოდიხარ თქვენ და ამბობთ, რომ პირიქით გახარიას ამ გადაწყვეტილებამ შეგვანარჩუნებინა სწორედ ამ ფართობის მიწის ნაკვეთი. ხა თუ არ წახვედი იქ, თუ უშუალოდ არ ნახე. შედეგი რა არის იქ? ემა. რომ საგუშაგო დგას დღეს, ხო? ქართული საგუშაგო დგას. შედეგი რა არის? ბორდერიზაცია იქ გაჩერებულია. შედეგი რა არის? იქ მცოცავი ოკუპაცია არ გრძელდება. სანაცვლოდ 5 საგუშაგო ჩადგესო იქ თუ ბლოკპოსტიო რაც მოვისმინე. ეხა ბევრი რაღაც შეიძლება ილაპარაკონ ამ ადამიანებმა. როგორ შეიძლება ამ ადამიანების ნდობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თუ იყავი შენ? შენ იყავი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრიც. თუ ესეთი რისკები იდგა, შინაგან საქმეთა სამინისტრი თუ ესე გაგიჟდა, შენ რატო არ მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საბჭო? რა არ ვიცოდიო ამას. რა არ ვიცოდიო მართლა საძინებლებში უძრებიან ადამიანებს და ის არ იცოდნენ იქ გზარო გადიოდა და საგუშაგო შენდებოდა თებერვლიდან დაწყებული პროცესი. რა თქმა უნდა. რამე მტკიცებულება თქვენ გაქვთ როგორც ჩანს მათ აქვთ რაღაცა. აი უყურეთ ემა. სულ ცოტა ცოცხალი მოწმეები ყავთ, ვინც გახარიას წინააღმდეგ ჩვენ აძლევენ უამრავი მოწმე იქნება, რომლებიც ამ ადამიანების წინააღმდეგ მიცემენ ჩვენებას. ვინ შეგიძლიათ მითხრა? ძალიან ბევრი, ახლა არ მინდა დავასახულოს შეიძლება დაცვის სტრატეგია. რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანი იყო ამ პროცესში ჩართული. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ გიორგი გახარია ადგა, ტრაქტორზე დაждდა, გზა გაიყვანა თებერვლიდან, მერე აგვისტოში ჩადგა იქ საგუშაგო, თვითონ ააგო ეს საგუშაგო, ეძინა სუს, თავრობის ადმინისტრაციას ეძინა, ბახტაძეს ეძინა, ისე შეიძლება მართლა ეძინა, არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ საქმის კურსში იყო ამასთან დაკავშირებით. რა სიჭირდება რა იცოდა ბახტაძემ რომელიც აგერ ყობახიძე შეუბნება რომ არ ვიცოდიო. ყობახიძე გამოვიდა ძიძა მისი
აი რა ვიცი აი რა ხან ისა კახიშვილი ამ ადამიანის ძიძა ხან ირაკლი გამოვიდეს და თქვა პრემიერ-მინისტრი იყო ამ ქვეყნის თუ იმის კომპოზიტორი იყო რომელიც თქვენ რა ინფორმაცია გქონდა გამოვიდეს და ვილაპარაკოს შეგიძლიათ მე არ შემიძლია ხა ამ დეტალებთან დაკავშირებით და სწორიც არ არის რომ ვილაპარაკო მაგრამ ყველა მიცოდა ყველაფერი წარმოუდგენელია ემა ამხელა ღონისძიება ტარდებოდეს იქ საგუშაგო იგებოდეს საოკუპაციო ხაზთან და წარმოუდგენელი შეიძლება ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან არ იყოს ნამყოფი ერთი ადამიანის ტკივილით არ უცხოვრია ამ ადამიანს იმ საოკუპაციო ხაზთან დღეს რომ წაგდებულია ქენა და ლაპარაკობს აქ საოკუპაციო ხაზზე და იმ ადამიანების ტკივილზე და 26 მაისს აუზზე გრიალებდა იმის თავს რომ საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღენიშნა მაგრამ ხო იყო ხო ეს ფაქტი ხო მოცემულობა ბერდი ანუ თუ თქვენ ამბობთ რომ სად იყვნენ ეს ადამიანები 6 წელი მაინტერესებს ემა თუ სახელმწიფო ინტერესები ილახებოდა 6 წელი სად იყო ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მერე შინაგან საქმეთა მინისტრი სად იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ani სად იყო წავრიგვარი ტაბატაძე ყოფილი პოლიცია სად იყო ეს ადამიანი თუ სუსის უფროსის მოადგილე იყო იქ რატო არ იყო სად იყო ეს ადამიანი უბრალოდ მაინტერესებს ამ შეკითხვებზე მოუწევს საგამოძიებო კომისიას პასუხის გაცემა ორ შაბათს არის გიორგი გახარია დაბარებული საგამოძიებო კომისიაში კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დაშიდება ამ ქვეყანას ამაში ვარ აბსოლუტურად მანამდე უკვე გვაქვს ეს კომისია და ანუ გვაინტერესებს რა მოხდება რამდენიმე დღეში. ამ ადამიანებმა მინდა იცოდნენ რომ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს. აძლევენ ჩვენებებს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს წისკულზე ასხამს წყალს, რომელიც ოსი სეპარატისტების წისკულზე ასხამს წყალს. ზუსტად ანალოგიურად ბიბილოვი როგორც საუბრობდა 2019 წელს ისე საუბრობენ ეს ადამიანები და თქვენ უნდა იფრთხილოთ საკუთარ ბედიღბალთან მიმართებით. აი ეს ძალიან კარგად მინდა იცოდეთ. საკუთარ განაჩენებს ისტორიულს ჩვენებას აძლევენ ეს ადამიანები. აბა რას აძლევენ ება? ამას გეკითხები. რა ვიცი, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო რას ამბობდა 2019 წელს გომელაური და რას ამბობს ახლა. ამის უყურო ქოთანი როა, რა გვია მათიკაშვილი, რას ამბობდა 2019 წელს, რას ამბობს ახლა. მაგრამ ამაზე აქვს საკუთარი არგუმენტაცია რომ ეხლა რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ვინ არის ეს deep state-ი? ბიზნესმენია deep state-ი? ანუ უყურე ლოგიკას გავყვეთ. deep state-ის დავალებით დანიშნეს პრემიერად გახარია და თქვენ უნდა იცოდეთ ვინ არის ლოგიკას მიყვეთ. უყურეთ ემა deep state-მა დაავალა გიორგი გახარიას პროვოკაციის მოწყობა. იმავე deep state-მა მერე დაავალა თქვენ ხართ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი ან ოცნების წარმომადგენელი შეიძლება ძალიან კარგად მოგიხდეთ ეგ როლი დაგავალათ თქვენ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშნა თქვენ ამ დანაშაულში თანამონაწილე ხართ თუ არ ხართ ადამიანის დანიშვნაში რომელმაც ასეთი ტიპის პროვოკაცია მოუწყო საკუთარ ქვეყანას ხო მაგრამ ამას ამ გარკვეულ კომპრომისზე მიდიოდნენ ხო კოჰაბიტაციაც ხო მაშინდელი deep state მაშინ სხვა სახელი ერქვა ამით იყო ნაკარდახევი ეს არის გაუკუღმართებული ლოგიკა და ამ ადამიანებმა მინდა ცოტა აზრზე მოვიდნენ ცოტა მიწაზე დავეშვათ და მიწაზე დავეშვათ ესეთ საკითხებზე ვისაუბრეთ თქვენ ამბობთ რომ მიწაზეს ხედან ეს ადამიანები ეხა თქვენ ვის გულისხმობთ აი მთელი ოცნება მიწაზე ზის ეხა ნუ ფაქტია რომ ძალიან მძიმე ბრალდებით სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება მიდის თქვენი პარტიის ანუ იმ მოცემულობაზე ვისაუბროთ რაც გვაქვს ამას გულისხმობ რომ მიწაზე დავეშვათ ხო ამაზე ვსაუბრობ ახლა დავანებოთ თავი ცოტა ხანი deep states და რაღაცა წარმოსახვით რეალობებს ანუ თქვენ შემოიტანეთ ეს პოსტულატი ჩემთან საუბარში მე მთელი სახელმწიფო პროპაგანდა ამაზე მუშაობს და ერთი მხრივ ხალატი შემოგავდა მეორე deep state-ი შემოვიტანეთ კარგი ხო და ცოტა დაუბრუნდეთ არსებულ რეალობას დაუბრუნდეთ ან თქვენ ამბობთ რომ ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო მოხელეები საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ახლა ცრუ ჩვენებას აძლევენ გახარიას წინააღმდეგ როდესაც ამბობთ რომ უამრავი შეფასება და ეს და აუცილებლად ნორმალური გამოძიების პირობებში ეს დადასტურდება უცებ. ხო და რა გარანტია გაქვთ რომ გამოჩნდება ვინმე ვინც სიმართლეს იტყვის და ქართული ოცნების წინააღმდეგ მიცემს ჩვენებას ამ მოცემულ სიტუაციაში ახლა ძალიან თეორიული დაშვებებს არა არანაირი თეორიული დაშვება ანუ ჩვენ სტრატეგიაზე ვილაპარაკოთ აქ და ჩვენს დაცვის სტრატეგიაზე ვილაპარაკოთ არც მიზანშეწონილი არ არის არც სწორი არ არის გჭირდებათ სამართლებრივი დაცვის სტრატეგია არაფერი გამორიცხული არ არის ყველა სცენარისტის უნდა იყოს პოლიტიკური პარტია და ადამიანები მზად იმ სიგიჟის პირობებში რაშიც გვიწევს ხორება ხვალ შეიძლება თქვენს გამოგაცხადონ როგორც deep state-ის დაქირავებული ჟურნალისტი რომელსაც ბომბეიდან ლონდონამდე გაკავდათ ხო და მოუწევთ გარკვეული მტკიცებულებების წარგენა ნუ სულ
მინიმუმ ვიღაცა ჩემი თანამშრომლების, ჩემი გუნდის წევრების, ასე ვთქვათ, ჩვენებების მოპოვება მაინც, რა თქმა უნდა, მე ღირსეულები არის გამოიყურებიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ახლა საკუთარი თავის წინააღმდეგაც აძლევენ ჩვენებას, იმიტომ რომ მორალური ნაწილიც არის, ხო? 2019 წელს რომ ამას გალაპარაკებენ ადამიანს, 2025 წელს მაინც თქვი რომ ეს მაგ ნალაპარაკები და მოდი სხვა სპიკერმა ილაპარაკოს ამასთან დაკავშირებით. ეს მაინც ხო შეიძლება. მესმის ბერდია რომ თქვენი დაცვის სტრატეგია გვაქვთ, მესმის რომ დროზე ადრე ახლა ძალიან წამგებიანი იქნება რაღაცა დეტალების გათქმა, მაგრამ ჩვენიც გაიგეთ ჟურნალისტების, რომ ჩვენი ცნობის მოყარეობის, რომ დავაკმაყოფილოთ ინტერესი, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში, ანუ რამდენიმე დღეში, ორშაბათს, უბრალოდ გიორგი გახარია არის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული. ჩემი განცდა არის ბევრი მიზეზით, ახლა არ შევალ დეტალებში, რომ მივა, მაგრამ ამისთვის პირველ რიგში ჯერ გერმანიიდან უნდა ჩამოვიდეს გიორგი გახარია. თუმცა იმ რისკებსაც ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია მისი ქვეყანაში ჩამოსვლა იყოს დაპატიმრების რისკებთან დაკავშირებული. რას აპირებს გახარია მიდის ციხეში თუ ემიგრაციაში რჩება? გახარია არ მიდის. ემიგრაციაში მიდის უბრალოდ. ემიგრაციაში რჩება, გახარია რჩება ქართულ პოლიტიკაში. თუ ვინმეს გონია აი ამ პოლიტიკური შოუებით, პროცესებით, რაიმე ტიპის გადაწყვეტილებებს შევიცვლით, მივიღებთ, აი ეს არ მოხდება ასე. თუ ერთ კომისიაზე მივიდა, როდის იყო გახარიას პასუხებისგან? გახარია იყო მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, როდესაც გამოძიების კითხვებს პასუხობდა. ყველა საგამოძიებო კომისიაზე მივა, ყველა საჩვენებს სიმართლეს. როგორც პირველ საგამოძიებო კომისიაზე მივიდა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მიიღოთ მოცემულობად, მე გეუბნებით, რომ დასამალი ამ ადამიანს არაფერი არ აქვს და ყოველთვის მზად არის, რომ მაქსიმალურად ღია გამჭვირვალე იყოს ამ პროცესის მიმართ. ამიტომ საგამოძიებო კომისიასთან დასამალი გიორგი გახარიას არაფერი არ ქონია. არც წარსულში აქვს რაიმე მტკიცებულება. სულ ელემენტარულად ვერდია ნახეთ შეიძლება ეს იყოს რა ვიცი მიმოწერა მაშინდელ სუსის ხელმძღვანელთან მაშინდელ პრემიერთან რატომ არ არის სერიოზული ხო არ არის სერიოზული იმიტომ რომ ადამიანი თვითონ უნდა განსაზღვრავდეს თავის სტრატეგიას თავის დაცვის სტრატეგიას და თქვენ მეუბნებით ახლა მეკითხებით საგამოძიებო კომისიაზე რას მიიტანს რა იქნება პროცესი როგორ წავა და არ ვიცი მე ეს ხო ანუ თვითონ აირჩევს ამ გზას როგორ გააკეთებს რას გააკეთებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისად დაველოდოთ თუმცა ის სიამოვნება არ მოაკლდება კომისიას, რომ სიმართლე მოისმინოს, მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ამიტომ რაღაც როგორც ჩანს პირველ ჯერზე მთლად კმაყოფილები ვერ იყვნენ, ვერ გამოიყურებოდნენ. კარგად ეს ადამიანები ხო გახსოვთ თქვენ, როგორი რიხით საუბრობდნენ, ერთი აბა გიორგი გახარია მოვიდეს აქ და გასცეს ჩვენ შეკითხვებს, პასუხი ასეთ შეკითხვა გვაქვს, ისეთი შეკითხვა გვაქვს და მე რა გაცამტვერდა ყველა. ყველა ბრალდებასთან მიმართებით. კრიტიკა მოყვება, წამოვიდა ვერსიები, რომ გახარიამ რაღაცა კოჭი გაუგორა ქართულ ოცნებას ოპოზიციას გულისხმობ შემთხვევაში ზოგმა ისიც თქვა რომ ის იყო გარკვეული გარიგება თავისუფლების სანაცვლოდ რომ გახარიას ციხეში ჩაჯდომი შეეშინდა ხო მოგისმენიათ ახლა ჩემგან ხო არ გესმით ეს ციხეში ჩაჯდომი შეეშინდა 6 თვით ციხეში ჩაჯდომი შეეშინდა და განსაკუთრებულ გმირობას მოითხოვს რთულია ერთი დღის გატარებაც რთულია ციხეში მაგრამ ეხა ძალიან დიდი ბოდიში რაღაცა ერთწლია გახსოვთ ეს საერთოდ ამ მაინტერესებს უბრალოდ აი გულწრფელად არ მინდა ამასთან დაკავშირებით საუბარი მაგრამ ვინმე ახსოვს მაგალითად ეს ადამიანები ციხეში მარტო ხაზარაძის შემთხვევაში მახსოვს რა საქმეზე იბარებდნენ დანარჩენებს რა საქმეზე იბარებდნენ ამასთან დაკავშირებით რამე გინახავთ თქვენ მე არ მახსოვს ეს ყველას ახსოვს რაღაცა ერთწლიანი მუხლი და ამის გარშემო არის ჟივილხივილი და მეორე მხარეს დგას სერიოზული ბრალდებები ამიტომ მე არ დავწულმანდები ამ кейსებთან მიმართებით ვიღაც თავის სტრატეგიას თვითონ ირჩევს ვიღაცა სულად უკომპრომისოა საგამოძიებო კომისიასთან გინდათ ამით რომ რაღაცა ფონი იქნება საერთო ფონი იქნება და რეალურად ქართული ოცნების სამიზნე არის მხოლოდ გიორგი გახარია ანუ სხვებს 6 თვეში გაუხსნიან ციხის კარს გამოუშვებენ და შესაძლოა საიდან ნასკუმით ამას კაცო მე უბრალოდ გეუბნებით რომ ერთ მხარეს არის მუხლები ესეთი მუხლები და მეორე მხარეს ადამიანს დებენ წარმოუდგენელ დანაშაულებში ბრალს ხო ხედავთ თქვენ და ანუ ძალიან დიდი სხვაობა ამასთან მიმართებით და ანუ მე იმას გიხსნით რომ მიზანი გარიგების თუ იყო და ოცნებასთან რაღაცა ტიპის კოლაბორაციის როგორ შეიძლება ადამიანი ლოგიკურად ალაგებდეს ამ აზრს რომ აი ესეთი ტიპის გარიგების პირობებში გიორგი გახარიას მიმართ ასეთი ბინძური ცილიმწამლებული სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობდა ხო და ამიტომ მოუწოდა მაგალითად აშეძის განცხადება მახსენდება 2 დღის წინ როდესაც ცნობილი გახდა რომ გახარიას ხელმეორედ იბარებდნენ რომ იმედი ახლა მაინც არ მიიღებს ამ რაღაცა უნადაში მონაწილეობასო ვაშაძე მიხედოს თავის თავს და
გიორგი გახარიას თვითონ გადაწყვეტს და თავის პოლიტიკური გუნდი თვითონ გადაწყვეტს თავის პოლიტიკურ გზას. ვაშაძე მიხედოს თავის თავს და ანუ თავის თავს მიხედოს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ვინეკითხება გიორგი ვაშაძეს, ეხა გიორგი გახარია მივა თუ არა. როდის იყო გიორგი ვაშაძეს უთანხმებდით პოლიტიკურ სტრატეგიას ან სამართლებრივ გადაწყვეტილებებს? ვინ ეკითხება გიორგი ვაშაძეს გიორგი გახარიას? ქართულ ქარტიაზე რომ აწერდით ხელს სულ ცოტა მაშინ ალბათ რაღაცა იყო შეთანხმებული პოლიტიკური სტრატეგიები, არა? რა ქართული ქარტია? ქართულ ქარტიას არ მოაწერეთ ხელი, სადაც საერთო პრინციპების გარშემო გაერთიანთ. სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებული ქართული ქარტია. ამ ქარტია. პროცესთან მითხარით აი. არა, როდის იყო რომ უთანხმებდით და ჩვენს სტრატეგიასო და ქარტია იყო ერთადერთი. გამახსენდა რომ ქარტია იყო ხო ერთადერთი. არ არის ხა არ რელევანტურია ема. რას მეკითხებით ახლა? სად ქარტია და სად პოლიტიკურ პროცესებს საუბრობთ ახლაც და ისიც პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყო და გულისხმობდა ერთობლივ სამოქმედო გეგმას, რომელსაც უნდა მოვიყვანოთ კოალიციურ მთავრობამდე. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოებული პროცესი, ქარტია, რომელიც ფუძემდებლურ პრინციპებს ეთანხმებოდა, არამედ კოალიციურ სამოქმედო მთავრობაზე იქ არ იყო საუბარი, იქ იყო საუბარი ტექნიკურ მთავრობაზე, თუ ძალიან კარგად გახსოვდა იქ πολιτიკური აქტორები, ნაცები, ვაშაძეები და ვარამიები არ ეწერა იმ ქარტიაში. კარგი, გავანებოთ ამას თავი, დავაზუსტებ, ანუ გახარია ბრუნდება გერმანიიდან. რას ნიშნავს, ანუ როგორ გითხრათ ეს? ანუ არ არის მე არ ვიცი მისი კალენდარი, ვერ გეტყვით, ბუნებრივია, მაგრამ ორშაბათი არის ის დღე, ხო? 23 თუ არ ვწდები, როდესაც ის საგამოძიებო კომისიაში უნდა გამოცხადდეს. ნახეთ, რომ არ დაურღვია წინა შემთხვევაში ვადები. ანუ ბრუნდება თუ არა, გაქვთ თუ არა ინფორმაცია და ალბათ მივა ორშაბათს. უყურეთ, მე ძალიან მარტივად გიპასუხეთ ამასთან დაკავშირებით. გიორგი გახარია არ დამალუია არც ერთ სამართლებრივ ორგანოს, არც ერთ უწყებას, არც ერთ საგამოძიებო კომისიას და არც მომავალში აპირებს ამას. ამაზე არის ეს პასუხი რა. არც ამ საგამოძიებო კომისიას დაემალება არავინ. თქვენ პირიქით ჯობს რომ ესეთ ტიპის საგამოძიებო კომისიები სანამ ასეთ ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს, ცოტა დაფიქრდნენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მარცხი იწვნეს პირველ ჯერზე და მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ მეორე ჯერზე რა შეიძლება მოაწყონ ამ ადამიანებმა. ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ მათი საქმეებიც ესე ტივტივდება ხოლმე. სოზარ სუბარი რომ ძალიან დიდი რიხით საუბრობდა იქ იმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, აღმოჩნდა რომ იყო ადამიანი, რომელმაც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჭყალებში ვიტყვი ჟარგონს გაუპრავა მიხეილ სააკაშვილს და მადლობას უხდიდა მას მიხეილ სააკაშვილი. იმ კომისიას ზის ადამიანი, რომელიც არის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის დროს. რომელმაც იმ საკონსტიტუციო კომისიის ცვლილებები შეიმუშავა და მე ამისთვის პრიზად მიიღო სომხეთში ელჩობა. ხო გახსოვთ ის შერმანაშვილი აღმზრდელი. თქვენ რომ ასეთ ჩამოაყალიბებთ საგამოძიებო კომისიას, მე შეგიძლიათ შერმანაშვილის დაიბაროთ და სუბარიც დაიბაროთ. სხვათა შორის მე როდესაც ეს საგამოძიებო კომისია ისა არ გინდათ ეს ცინიკური დამოკიდებულება? თქვენ როცა შეკნით, არ არის ნუ ფიქრობთ რომ ეს არის ცინიკური დამოკიდებულება. ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც მოხდება. კი ბატონო, თქვენ მეტიც თქვენო ამას იზამდებათ, თქვენ ამას თქვენ შეგიძლიათ, არ არის ეს ცინიკური დამოკიდებულება, ეს არის თქვენს პოზიციაზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, ჩემი შეფასება, იმიტომ რომ როდესაც ეს საგამოძიებო კომისია იქმნებოდა, დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით, თქვენ ამბობდით, რომ სამართლებრივ პირობებში დიახ უნდა შექმნილიყო წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ, საქმიანობის შემსწავლელი. სააკაშვილი არ დაუბარებიათ, მერაბიშვილი არ დაუბარებიათ, ადეიშვილი არ დაუბარებიათ, რა ვიცი, კოდუა არ დაუბარებიათ, კეზერაშვილისთვის არ მოусმენიათ, რა ვიცი, გიგი უგულავასთვის არავისთვის არ მოусმენიათ და ამ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც ნაცმოძრაობის საქმიანობას სწავლობს, თითქოს ორჯერ ეძახიან გიორგი გახარიას. ნორმალურია? ოცნების მხარდამჭერებს მინდა მივმართო. ეს არის ნორმალური ადამიანებო? აი ვის ემსახურებით, ვის აძლევთ ხმას? ვის როგორ ხსნით აი ამას, რომ არ დაუბარებიათ ეს ადამიანები? შეშლილები არიან, შეშლილები. იმიტომ რომ პოლიტიკური მიზანი აქვს. პოლიტიკური მიზანი აქვს, პოლიტიკურად გაანადგურონ გახარია მიზან მიმართულა. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არის გამოწვევა, ელექტორალური გამოწვევაა მისთვის. ელექტორალური გამოწვევა პირდაპირ მისთვის, იმიტომ რომ იმ ხმების ბენეფიციარი, რომელიცაც ოცნება იღებს, პოტენციური ბენეფიციარი შეიძლება იყოს გიორგი გახარია, იმიტომ რომ გიორგი გახარია ართმევს ელექტორალურად ხმებს, ოცნებას დღეს. ეს არის მისი გამოწვევა, მთავარი გამოწვევა. ოცნებიდან წამოსული ამორჩეველი არ მივა და ნაცნობრობას არ მიცემს ხმას. გავიგე, მაგრამ თუ გამოწვევა არის გახარიას დაპატიმრების ალბათობაზე ვსაუბრობთ დღეს, როდესაც საპატიმროში ხედან პოლიტიკური ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ან მაშინ გამოდის, რომ ისინი უფრო გამოწვევა ყოფილა ქართული ოცნებისთვის.
ძალიან მიამიტურ შეკითხვებს ვსვამთ ხანდახან თითქოს არ გესმით თითქოს არ მესმის ნუ რა ვიცი ყველა პოლიტიკურ პატიმარს უსურებ გათავისუფლებას ყველა სხვადასხვა ბრძოლის მეთოდი აქვს ყველა სხვადასხვანაირად ებრძვის რა უნდა მესმოდეს ბერდია რა უნდა მესმოდეს რომ ძალიან მარტივი შეკითხვა ესენი ციხეში შეხედან და გახარია გარეთ არის და ამიტომ გახარია რადგან გარეთ არის ესე იგი მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტი არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის გიორგი გახარია ან ოცნებისთვის ესე ფიქრო მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ გირაო არ გადაიხადა და წავიდა ციხეში ჩაჯდა და ამიტომ ამას გულისხმობს ეს არის ლოგიკური შეკითხვა არის მთავარი გამოწვევა გიორგი გახარია ან სად არის აქ ლოგიკა მაშინ პირველ რიგში გახარიას დააკავებდნენ და არა იმ სამ პოლიტიკოს. კარგით ეხლა რა, ადამიანებმა გირაო არ გადაიხადეს და წავიდნენ მიზანმიმართულად, მე პატივცემ ყველას გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა. და ყველას უსურებ აბსოლუტურად თავისუფლებას და ყველა პოლიტიკურ დაპატიმრებულ პირს ამ რეჟიმის პირობებში, მაგრამ რა შუაში არის ეს, რა საპირწონი არის იმასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პოლიტიკურად ებრძვის თუ არა ბიძინა ივანიშვილი. უფრო მეტად მაგალითად ვიდრე ებრძვის იმას, რა ქვია, ნიკა გვარამიას. არგით ეხა რა მართლა რა. აშუაში არ ვერ ხვდები უბრალოდ. კარგი. მაშინ საინტერესოა თქვენს პოლიტიკურ გეგმებზე თუ იქონიებს გავლენას გახარიას შესაძლო დაპატიმრება. არანაირად ჩვენი პოლიტიკური გეზი არის უცვლელი. თუ ვინმეს გონია რომ მსგავსი ტიპის დაბარებები, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, სამართლებრივი პროცესების წარმოება ალახში ჩვენი სახელის გორაობა მისცემს შესაძლებლობას რომ რაიმე ტიპის ზემოქმედება მოახდინოს ამ პარტიის გადაწყვეტილებებზე ეს არ იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია არის უცვლელი ჩვენ ვიცით სად მივდივართ რა ხას მივყვები და ეს არ შეიცვლება ეს მინდა იცოდეს ყველამ დამარცვლით მათ შორის ოცნებაშიც ხო რა შეეხება ასე ვთქვათ სტრატეგიას თქვენ მზად ხართ რომ ესაუბროთ სხვა პოლიტიკურ ძალებს ვისაც ასევე აქვს გადაწყვეტილი არჩევნებში მონაწილეობა ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ოპოზიციური პარტია თუ კოალიცია რომელიც მზად არის ამ თემაზე ღია დისკუსიაში შევიდეს და საუბრობს ასევე ნეიტრალურ კანდიდატებზე და ასე ვთქვათ თბილისის დაცვაზე არჩევნებით არის ხაზარაძე ჯაფარიძის კოალიცია გაქვთ უკვე გარკვეული სამზადისი მათთან აწარმოოთ მოლაპარაკებები არ ვიცი ერთობლივ სამოქმედო ნაბიჯებზე საარჩევნოდ იცით რა არის ემა ჩვენ უკვე გადაწყვეტილად მივდივართ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ყველანაირად ჩვენ არ ვიცი ხა ეს ადამიანები რაღაცა დისკუსიებს თავაზობენ სხვა ადამიანებს რომ დაარწმუნონ ერთმანეთს დისკუსიაში თუ არაფერი არ არის თუ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ეს პროცესი გავიარეთ ჩვენ ან ერთ პოზიციას არ მეორე ეს პროცესი გავიარეთ როდესაც ეს ადამიანები დისკუსიებს დაასრულებენ, სხვა ადამიანების დარწმუნებას დაასრულებენ, მე შეიძლება ვიმჯელოთ ჩვენ და მათ შორის, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ გაერთიანებასთანაც აპარტიულ, არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე, რომელსაც საერთო სახალხო მხარდაჭერა შეიძლება კონდეს არა როგორც ერთი პარტიის ან მეორე პარტიის საერთო სახალხო მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენც როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს ისე დაუჭერთ მხარს. ხო, და ეს როგორ უნდა განსაზღვროთ, რომ აქვს ამ კონკრეტულ ადამიანს საერთო სახალხო მხარდაჭერა. რა ვიცი, როგორ განისაზღვრება ხოლმე, რა ვიცი. ხო, არ ვიცი. სოციოლოგიური კვლევებით, პრაიმერიზით, სრული, ბევრი შეიძლება ასეთი მეთოდი არსებობდეს, ამიტომ რა ვიცი, ამაში არაბუნებრივი და შეუძლებელი არაფერი არ არის. თუ მივალთ ამ ეტაპამდე, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაგვანახებს. კარგი, აი იმდეჯერ ახსენეთ, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა ქართული ოცნების, რომ რაღაცნაირად პოლიტიკურ არ ვიცი, შეზღუდონ, გაანადგურონ, გახარია უარი ათქმევინონ აი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობაზე, რომ ეს არის პოლიტიკური შურიზი, პოლიტიკური ვენდეტა. შეიძლება დაანონსებული 21 იზოლაციაში მოაქციონ გახარია? ნუ რა ვიცი ხო. უარი ათქმევინონ არჩევნებში მონაწილეობაზე, ანუ რა მიზანი რა აქვს ქართული იქნება რაღაცა კულუარული, იმიტომ რომ ეს ხომ არის დამახასიათებელი. კულუარული თქვენ შეიძლება უფრო მეტი იცოდეთ. ანუ შემოთვლები ხომ არ ყოფილა თქო. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. შემთვლელები სხვა პარტიებში ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. მათ შორის საკომუნიკაციო არხები და ჩვენ არავისთან შეთვლა შემოთვლის რეჟიმში არ ვართ. შეიძლება თქვენც გქონდეთ რაღაც თქვენი საკომუნიკაციო არხები და თქვენ შეიძლება ჩემზე მეტი იცოდეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე გეუბნებით რომ ჩვენ პარტიასთან მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ხო, განსაკუთრებული სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი. კარგი, აი ვიდრე დავასრულებთ, რა იქნება უფრო მეტი დეტალი გითხრათ გახარიას გერმანიაში ყოფნის მიზეზთან და ასე ვთქვათ, მიზნებთან დაკავშირებით.
გიორგი ახარია გერმანიაში და სხვა ბრიუსელში და სხვა ქვეყნებში დადის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგისთვის, მათ შორის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელთანაც ინტენსიური კავშირი გვაქვს და ამ ჯგუფში გაწევრიანებას ვცდილობ და სხვადასხვა ტიპის და რანგის მოლაპარაკებები არის და შეხვედრები გერმანიაში, ბუნდესლიგაში, ბუნდესტაგში, ბოდიში, ბუნდესლიგა რა ვახსენე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ბრიუსელში. კეთილი, მადლობა.